SAIA ამონიტორინგებს აქციების კონტექსტში დაკავებულ პირთა სისხლის სამართლის საქმეებს. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება სასამართლო პრაქტიკას, დაკავების პირობებსა და ბრალდებულთა უფლებრივ მდგომარეობას. საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებულია ჯამში 64 პირი, მათ შორის 10 პირის დაკავება უკავშირდება რუსული კანონის საპროტესტო აქციებს. აქტივისტების მიმართ წარდგენილი ბრალდებები უკავშირდება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, პოლიციის მიმართ ძალადობას ან ნივთის დაზიანებას. რიგ შემთხვევებში კი აქტივისტების მიმართ წარდგენილია ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით ბრალდებები. რუსული კანონის პროტესტთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა. სასამართლომ 10-ვე პირი დამნაშავედ ცნო და 10-დან 8-ს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. დაკავებული 9 ბრალდებული მიუთითებდა მათ მიმართ შემდეგი სახის არასათანადო მოპყრობაზე: ცემაზე, ძალადობაზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სექსუალური ძალადობის მუქარაზე, ასევე გაშიშვლების პრაქტიკაზე, დაკავებისას, ტრანსპორტირებისას და განყოფილებაში გადაყვანის დროს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტები უშუალოდ სასამართლოს ხდომაზე გაჟღერდა, არც ერთ შემთხვევაში გამოძიება დასრულებული არ არის და შესაბამისი პირები პასუხისგებაში მიცემულნი. სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგმა გამოავლინა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას მოსამართლეები სისტემურად უგულებელყოფდნენ ბრალდებულთა იმგვარ პიროვნულ მახასიათებლებს, როგორიც არის ასაკი, ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობა და ის გარემოება, რომ ბრალდებულთა დიდი ნაწილი წარსულში არათუ ნასამართლევი ადმინისტრაციულ სახდელდადებულიც კი არ ყოფილა. საყურადღებოა, რომ სასამართლომ ადვოკატების მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობების მიუხედავად ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა, რითაც დააკმაყოფილა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ხშირად დაუსაბუთებელი კოლექტიური და აბსტრაქტული მსჯელობებით გაჯერებული შუამდგომლობები. ასევე საგანგაშოა საჯაროობის პრინციპის დარღვევა. 11 პირის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ვითომ და წესრიგის დაცვის მოტივით ნაწილობრივ დახურვა სასამართლოს ხდომა. ხდომაზე არ დაუშვა მედიის ნაწილი, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ასეთი გადაწყვეტილებები საჯაროობის პრინციპის შეზღუდვასთან ერთად კიდევ უფრო ამცირებს საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ არსებულ ისედაც დაბალ ნდობას. მრავალპირიან სასამართლოს ხდომებზე არაერთხელ გამოვლინდა იმგვარი ტექნიკური პრობლემები, რაც გავლენას ახდენდა დაცვის უფლების სათანადოდ განხორციელებაზე. SAIA სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგი წლების მანძილზე ავლენდა და ახლაც ავლენს იმას, რომ სასამართლო რიგ საქმეებთან მიმართებაში არ არის დამოუკიდებელი და მიუგერძოებელი.